შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა. როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულთაგან 55 პირი ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით იყო ჩართული. ბრალდებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. უწყების ცნობით დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნარკოტიკები რამდენჯერმე საკონტროლოდ შეისყიდეს და პროცესი ფარულად გადაიღეს. ბრალდებულების ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან პოლიციამ ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღო. გარდა ამისა, ამოღებულია ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15 მილიარდ 517 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.5%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 4 მილიარდ 668 მილიონი დოლარი იყო, ზრდა 21.6%-ია, ხოლო იმპორტი 2.4%-ით 10 მილიარდ 859 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ივლისში 6 მილიარდ 180 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8%-ია. საქსტატის ექსპრეს მონაცემებით, მხოლოდ ივლისში ექსპორტი 29.7%-ით გაიზარდა და 792 მილიონი დოლარი შეადგინა. იმპორტი კი 5.8%-ით 1 მილიარდ 703 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ბათუმის სანაპიროზე თვითნებურად მოწყობილი სავაჭრო დახლები, მაგიდები და სკამები ალაგდა. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, გონიო სანაპირო ზოლის გასწვრივ საფეხმავლო ბილიკზე მოწყობილ გარევაჭრობაზე მონიტორინგი განხორციელდა. როგორც უწყება იტყობინება ინსპექცია, მოქალაქეების მიერ კომერციული მიზნით თვითნებურად მოწყობილი სავაჭრო დახლები, მაგიდები და სკამები აიღო. ინსპექციის განცხადებით, საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვა ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას ხელს უშლის. უნებართვო კომერციული საქმიანობა ფიზიკური პირის 500, ხოლო იურიდიული პირის 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს. მანამდე ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ კაფე-ბარების მიერ საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვის ფაქტზე კომერციული ობიექტებიც გააფრთხილა. საზოგადოებრივი ადგილების გამოყენების ნებართვის არ ქონის შემთხვევაში ობიექტები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდებიან, რაც ითვალისწინებს ფიზიკურ პირზე 500, იურიდიულ პირზე კი 2000 ლარის ოდენობით ჯარიმას. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს პანამაქსის, პოსტ-პანამაქსის და ბოსფორუს მაქსის ომის გემების მიღება შეეძლება. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში აცხადებენ. მათი ინფორმაციით, პორტის აკვატორიის დაღრმავების სამუშაოებზე ბელგიური კომპანია იანდენულის 2 ხომალდი იმუშავებს, საიდანაც პირველი უკვე ასრულებს დაღრმავების სამუშაოებს. ტალღმტეხების ძირში ნიადაგის დაღრმავების პროცედურები მოიცავს დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძეზე 3 მეტრამდე დაღრმავებას, სადაც იგეგმება ნიადაგის გაუმჯობესება და ქვიშის ხორხით ჩანაცვლება. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად მას დაახლოებით 1 თვე დასჭირდება, რის შემდეგაც კონტრაქტორი აკვატორიის დაღრმავებას დაიწყებს. ამისთვის მას აგვისტოს ბოლოს მეორე უფრო დიდი გემი შეუერთდება, რომელიც ასევე იანდენულის ფლოტის წევრია. აკვატორიის და შემოსასვლელი არხის მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავების სამუშაოების შედეგად საპორტო პერიმეტრზე ფსკერი 17.5 მეტრამდე დაღრმავდება, რაც ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის შეფასებით შესაძლებლობას იძლევა პორტმა ყველაზე მძიმე ტვირთამწეობის მქონე გემები მიიღოს, როგორიც არის პანამაქსი, პოსტ-პანამაქსი და ბოსფორუს მაქსი. ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავას განმარტებით, ტალღმტეხილი და დაღრმავებული აკვატორია ღრმაწყლოვანი საკონტეინერო ნავმისადგომების მშენებლობას უზრუნველყოფს. პროექტით გათვალისწინებულია 700 მეტრამდე ნავმისადგომის მოწყობა, ხოლო შემდგომ ფაზებში შესაძლებელი იქნება მშრალი ნაყარი ტვირთებისთვის დამატებით 600 მეტრამდე ჯეტის ტიპის ნავმისადგომების მშენებლობაც. აზერბაიჯანიდან სომხეთის საზღვრამდე რკინიგზის მშენებლობა 2027 წელს დასრულდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მან ასევე ისაუბრა ტრამპის მარშრუტზეც და თქვა, რომ ახალი სატრანსპორტო გზის პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია. მისი თქმით, ახლახან პრეზიდენტ ტრამპთან საუბრისას ეს საკითხიც განიხილეს და არის მზაობა, რომ აღნიშნული მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პროექტი სწრაფად განხორციელდება. ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, ასე ქვია, ახალ სატრანსპორტო მარშრუტ სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ერთმანეთს დააკავშირებს აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს და ის ერთგვარად საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის პარალელური მარშრუტი იქნება.
ეკონომიკის ministris მოადგილის განცხადებით ელექტროენერგიის სახმელეთო ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ინგა ფხალაძის განცხადებით ახალი ინიციატივის შემუშავებაში ჩართულები არიან აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მთავრობები. მისი თქმით, საქართველო ამით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საკუთარ მნიშვნელოვან მდებარეობას, რომელიც ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს. ეს კი მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგიის საქართველოს გავლით ევროპაში მოხვედრას უზრუნველყოფს. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს პირდაპირ ენერგეტიკულ კავშირს ევროპასთან, რაც ქვეყანას გეოგრაფიული ფაქტორის გამო აქამდე არ ქონია. DMG ჯგუფი ოფიციალურად დაანონსებს ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკებისა და ლაგუნა ვერეს საკუთრებაში გადასვლას. პროექტის მიზანია წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი სივრცის რეაბილიტაცია და მისი ქალაქის ურბანულ იერსახეში ჰარმონიული ინტეგრირება. ახალი პროექტის ფარგლებში, რომლის არქიტექტურულ კონცეფციასაც ესპანური სტუდია Bofil Taller არქიტექტურა იმუშავებს, საცხოვრებელ სახლებთან ერთად გათვალისწინებულია ლაგუნა ვერეს აღდგენა, 1 ჰექტარი რეკრეაციული ზონის აღდგენა და ახალი ნარგავებით გამდიდრება. აბრეშუმისა და თამბაქოს ყოფილი ფაბრიკების ტერიტორიებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ ლარამდე აღწევს. მშენებლობის და შემდგომ პერიოდში კომპანია 1000-მდე ადგილობრივი სპეციალისტის დასაქმებას გეგმავს. ამასთან DMG ჯგუფი აცნობიერებს საზოგადოების მაღალ ინტერესს აღნიშნული ლოკაციის მიმართ და მზადყოფნას გამოთქვამს პროექტის დეტალების დაზუსტებისთანავე პროცესი საზოგადოებისთვის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს.